რა არის ის, რასაც ვერ ერევა დიქტატურაც კი? ამ წიგნის მერე თქვენ ვეღარ იქნებით ძველებურები. ძალაუფლების ვნება. ეს რომანი არის შიშზე. აი ესე ვერ ერევა დიქტატურა სოლიდარობას, ურთიერთსიყვარულს. და სენტიმენტალური დიქტატურა არის უსასტიკესი დიქტატურა. ყველაფერი მის ცხოვრებაში ზუსტად ისე ჯადოსნურად აეწყო. მოჭერა, ბოლომდე მოჭერა ამ ყველაფრის მარწუხების. შენც გრძნობი მარტოობას, შენც გრძნობი სევდას. ან ეს გაიხადო გაიდლაინად, იმიტომ რომ გაიდლაინია. დროს და სივრცეს ვერ აჯობებ და სიყვარულს ვერ იყიდი. სირცხვილით, დარდით, ტკივილით. ამიტომ ვინც აპირებთ მომავალში დიქტატურის კარიერის გაკეთებას. მოემზადე აი სასტიკი მარტოობისთვის. ნულოვანი თანაგრძნობის საზოგადოება იქნება. მე მსგავსი გამოცდილება ცხოვრებაში არ მქონია. ლაჩრული შურისძიება როგორ გამოიყურება? ეს არის საშინელი წიგნი სინამდვილეში. მარკესის პატრიარქის შემოდგომა. ეს დიქტატორები, აი ამათ ვინც დღეს არიან, ეს საკითხული აქვთ. მოგესალმებით კვლავ ჩვენს არხ მისმინეზე. სანამ გადავალთ საუბარზე, გთხოვთ დაალაიქოთ ჩვენი არხი, გამოიწეროთ, დაგვიწეროთ კომენტარები, ზოგადად რას ფიქრობთ, წიგნზე რას ფიქრობთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არხის პოპულარიზაციისთვის. დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს მთისწყალს, რომელიც გამორჩეული წყალია. და წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა. მოკლედ როგორც იტყვიან, დღევანდელი საუბარი კი უძვირფასეს ჩემს უსაყვარლეს მსახიობ ნინო კასრაძესთან ერთად მექნება ძალიან საინტერესო წიგნზე მარკესის პატრიარქის შემოდგომა. ნინო, დიდი მადლობა, რომ წიგნზე საუბრის სიამოვნება გვექნება შენთან ერთად. და ალბათ სანამ წიგნზე დავიწყებთ საუბარს, მინდა 1-2 სიტყვა თავად გაბრიელ გარსია მარკესზე ვთქვა. ჩემი საყვარელი წიგნი არის მარტოობის 100 წელიწადი, იმიტომ რომ თვლი რომ რაღაც ისეთ პერიოდში წავიკითხე, როცა ავად ვიყავი ძალიან და ძალიან იმოქმედა ჩემზე, ჩემ აღქმაზე სამყაროსი და რაღაც მაგიურ რეალიზმად მინდოდა აღმექვა ეს სამყარო, მაგრამ ეხლა მეორეჯერ მქონდა ძლიერი განცდა პატრიარქის შემოდგომას, რომ გადავიკითხე ახალი თვალით, ახალ რეალობაში, რომ ეს კაცი როგორ ძაფრად მოქმედებს ჩემს ცნობიერზეც და არაცნობიერზეც. თავად მარკესზე უნდა ვთქვათ, რომ მისმა ბავშვობამ განაპირობა აი ეს სამყარო, რომელსაც შემდეგ მის წიგნებში ვნახულობთ, ძალიან დიდი ხანი იზრდებოდა ბებიასთან და ბაბუასთან, რომლებიც შედარებით შეძლებულები იყვნენ, ვიდრე მამა. დედას ყავდა ძალიან ბევრი შვილი აი ამ ოჯახს და ბებიაც იყო ჯადოქარი და აი ეს ბებიის ჯადოქრობის ამბავი რაღაცა კვერცხებს უარჩევს ერთმანეთსგან, რომელი ნამდვილი ქათმისა და რომელი რაღაც ვასილისი ქვია თუ რაღაც ეს ჯადოქრის ვასილისკოს კვერცხი. აი ამას ეძახდნენ სასწაულებს და მე ვხედავთ მარტოობის 100 წელიწადში მაგალითად როგორ ითვლება ყინული სასწაულად, რომელიც ის გონიათ ბრილიანტი, როგორ ითვლება პროტეზი სასწაულად და ხვდებით რომ სასწაული სინამდვილეში არის რაღაცის პირველად დანახვის მეტაფორა, რაღაცა რაც არასოდეს გინახავს უკვე სასწაულია და პირველად ხედავს ის რაც ვიღაცისთვის ჩვეულებრივი ამბავი შეიძლება იყოს მაგალითად პროტეზი, მაკონდოში ეს ითვლება სასწაულად და მიუხედავად იმისა, რომ მარკესი მოგვიანებით იყო კომუნისტიც, ათეისტიც და პოლიტიკურად ბეციც შეიძლება ვთქვათ, მაინც აი ეს ბავშვობის ჯადოსნური სამყარო ყველგან იგრძნობა. თავისი შარლატანი მამით, რომელიც რაღაც ჰომეოპათიურ წამლებს ამზადებდა და არარსებულ დაავადებებს არჩენდა, თავისი ოჯახით, ბაბუის და ბებიის მოყოლილი ისტორიებით და სულ ამბობდა, რომ აი მე ზღაპრები არ გამომდის, იმიტომ რომ ზღაპარში ცხოვრობდა თავად და როცა ეცადა რომ ბავშვებისთვის ზღაპარი დაეწერა, ეს არ გამოსდიოდა, თავს ირჩენდა კინოს და სცენარის წერით, სამოქალაქო ომის გამო სტუდენტობაც ვერ დაასრულა, სამართლის სწავლა, მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერი მის ცხოვრებაში ზუსტად ისე ჯადოსნურად აეწყო, რომ მიგვეღო საყვარელი წიგნები, საყვარელი ტექსტები ჩვენი ძვირფასი, ნობელის პრემიის ლაურეატიც არის და დღეს მის ერთ-ერთ გამორჩეულ წიგნზე ვისაუბრებთ
პატრიარქის შემოდგომა, რომელიც არის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარ თემაზე, რასაც ქვია ძალაუფლების ვნება, ამ ვნების შედეგები და კიდევ რა არის ის, რასაც ვერ ერევა დიქტატურაც კი, ხო, ძალიან საინტერესო და მინდა შენი აზრი მოვისმინო, აი რატომ ავირჩიეთ მე და შენ ერთად შევთანხმდით ამ წიგნზე და რატომ ივედით ამ აზრამდე, აი ეს მინდა რომ სხვებსაც გაუზიაროთ. იცი რა, მე როდესაც აი ამ შენ გადაცემას, შენ და ლაშას გადაცემას უსმენდი, არ მეგონა რომ მე თვითონაც მოვხვდებოდი აქ და აი შენს პირისპირ აღმოჩნდებოდი, ეს ჩემთვის არის ესეთი საჩუქარი, იცი, რომ ჯერ ერთხელ მოხდა რა ჩემი ცოლის დაქალებში აღმოჩნდი შიგნით, ჯერ სულ მაყურებელი ვიყავი და შემდეგ და ეს ჩემთვისაც პატარა სასწაული იყო. ეს ჩვენი სერიალისთვის იყო საჩუქარი. ხო და ნუ ეხლა იგივე მოხდა მეორედ, რომ მე ამას უყურებდი გარედან, ვიყავი ამის მსმენელი და ეხლა შიგნით აღმოჩნდი. ამისთვის მადლობას გიხდი. ეხლა რაც შეეხება მარკეს, იცი, მე მინდა გაგახსენო 2018 წელი ჩვენ ვიყავით მე და შენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას და მაშინ ვსაუბრობდით ჩვენ ფესვებზე, ჩვენს გარემოზე, აი რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ერთადერთი ექსკლუზიური განუმეორებელი თუ შენ რაღაც ბექგრაუნდი, ანუ შენი საფუძველი გიმყარებდეს ზურგს. და მაშინ მოვიყვანე მარკესი მაგალითად და ჩვენ შევთანხმდით ორივე ამაზე, რომ მარკესის ბიოგრაფიის კითხვა დავიწყე და მეგონა რომ ესე ბანალურად დაიწყებდა. მე ვარ ეს, დავიბადე აქ. ნახევარი წიგნი იყო ლათინო ამერიკელი მწერლების, ფილოსოფოსების, ჟურნალისტების ამბების მოყოლა. და სულ ვფიქრობ, ნუ სადღა დაიწყება ეს ბიოგრაფია და მე მივხვდი, რომ ეს არის მისი ბიოგრაფია. ამის მოყოლა უნდოდა, რომ ის საიდან მოდის, რა არის მისი საფუძველი, რა არის მისი ფესვები, საიდან იწყება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი ის იყო ჩემთვის ნიშანი და გზავნილი, რომ აი ჩვენ გვახასიათებს ეს, რომ რაღაცაზე ვიყოთ, აი ეს მხოლოდ ჩვენია, ასეთი არავის არ გაუკეთებია, წინათაობას არ გაუკეთებია. საერთოდ კონტექსტის გარეშე არაფერიც არ იქნებოდა. ეს კარგი ექსკლუზიურობის განცდა, მაგრამ აი შენი ცოდე, შენი ფესვები, ამას აცნობიერებდე, შენ ამას არ ივიწყებდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დავინახე მარკესში. ამისგან არის მოქსოვილი ის მთელი ლათინო ამერიკული კულტურისგან, ლიტერატურისგან, გავლენებისგან და თურმე ჩვენ შემთხვევით არ მოვედით ამ წიგნთან, დრომ გვიბიძგა. ეს გარდაუვალია, რომ არ გაჩნდეს შენ კითხვა, რა არის დიქტატურა დღევანდელ დღეს, რა არის დიქტატურის ფესვები, საიდან მოდის დიქტატურა და ვინ არის დიქტატორი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ის მარტო ჩვენ ქვეყანაში არის ყველგან, ყველაფერი ამით სუნთქავს. ყველაფერი ამით არის გაჯერებული და რა თქმა უნდა ჩნდება მაშინ ეს გენიალური წიგნი. როგორც ჩვენ თქვი, მთავარი, მისთვისაც მთავარი რომანი ყოფილა. ეხლა სულ ვუსმენდი, რომ ვიცოდი რა უნდა მოსულიყავი, ესპანურენოვან კრიტიკოსებს და ისინი წერდნენ, რომ ამბობენ, რომ ყვებიან, რომ მისთვის იყო მთავარი რომანი და თან თვლიდა, რომ ეს წერის პროცესი სიხარულს ანიჭებდა. ბედნიერი იყო ამას რო წერდა. და თურმე ეს იყო მისი პირადი აღსარებაც. კი. ის ხარ იყო დიქტატორი. სადილამდე წერდა ხოლმე დილით, რომ მე აი იმთხელ ენერგია და რესურსი მიქონდა პროცესს, რომ აი დილით იწყებდა და 17 წელი წერდაო ამას. ეს ის მშრალი, რაც თქვა, რაც ფაქტები ყველას შეუძლია ამოიკითხოს, მაგრამ მე ეჯახები ამ რომანს. მართალი გითხრა, მე თავიდან ვიფიქრე მარტოობის 100 წელიწადზე. აი მე წავიკითხე, როდესაც ვიყავი ალბათ 12-13 წლის. კეთი სიყვარულის მეტი, ვნების მეტი და ეროტიკის მეტი არაფერი არ მახსოვს. მარტო ეს დამამახსოვრდა, ეს რაღაცა ყველა და შემდეგ იცი სერიალი ვნახე მასე Netflix-ზე, არაჩვეულებრივი პირველი სეზონი. და ისე იმოქმედა, ისეთი კარგი ეს არის სერიალი, რომ მე კიდე წავიკითხე და აღმოჩნდა, რომ ეს სულ არ ყოფილა სიყვარული. აი როგორც იქნა მე და შენ ვერ შევთანხმდით რაღაცას. მე ვერ ვუყურე, იმიტომ რომ ჩემთვის ეს წიგნი იმდენად მნიშვნელოვანია, მე Facebook-ზე ჩემი ეს cover ფოტოც კი არის მარტოობის გენეალოგიის ფოტო, ხო, რომელიც გერმანელებმა გაგვიკეთეს, რომ მე ქართველებმაც გააკეთეს, მაგრამ და ჩემთვის იმდენად შთამბეჭდავი იყო და ისე უკვე წარმოვიდგინე ატმოსფერო, ფერები, სახეები,
რომ ვერანაირი Netflix-ი უკვე ამას ვეღარ ერევა. ნახე პირველი სერია და მივხვდი რომ უნდა ნახო. ეს ჩემი ფერები, ჩემი ატმოსფერო და ჩემი ბუენდიები არ არიან. უნდა ნახო კეთი, უნდა ნახო და იმიტომ რომ ეს დასაწყის ყოველთვის რთულია და მე განცვიფრდები როგორ ზუსტად იგრძნეს და უგრძნია კაც როგორც ნოდარ დუმბაძე რა გინდა უგრძნია ბავშვსო ხო და რამდენი ხანი ვერავინ ვერ ბედავდა ამის მაგრამ მეც რისი თქმა მინდა რომ აი ეს ძლიერი შთაბეჭდილება როცა შენ საკუთარ წარმოდგენას იქმნი რაღაცაზე აი თუნდაც როლზე რომელიც თქვა ითამაშა ვიღაც შენმა საყვარელმა სახება ვეღარ იღებ მე სხვას და რაღაცა შენი სტერეოტიპები გაქვს ამ სამყაროზე ჩემთვის აი ეს რძისფერი შენობები რომელიც იქ არ არის სინამდვილეში ესე მკვეთრად გამოხატული და ის მაკონდო როგორც წარმომიდგენია თავი შუშაბანდით და ამარანტად და ყველა საოცრება აქვს მაკონდო საოცრება აქეთი საბოლოო და მარტოობის 100 წელიწადს აქვს კიდე ის რომ რა წიგზეც არ უნდა ილაპარაკო თავს გახსენებინებს მარკეს შეიძლება ნერვებიც მოშლო და ამაზე რომ ილაპარაკეთ პატრიარქის შემოდგომაზე მაგრამ ნუ ამ წიგნის გარეშე და თან ამ წიგნის სათაურიც ხო ბოდიში რაღაც თქვა გინდა ამ წიგნის სათაურიც არის ყველაფრის სათაური რაც იცი რა მე უბრალოდ რისი თქვა მინდა რომ როდესაც შემდეგ ნახე და წავიკითხე გადავიკითხე მარტოობის 100 წელიწადი განცვიფრდი რომ ის არ ყოფილა მარტო სიყვარულზე და მარტოვნებაზე და ეს არის ძალაუფლებაზე, ომზე, ეს არის ყველაფერი, რაც შემდეგ უკვე პატრიარქის შემოდგომაში უკვე თავიდან ბოლომდე იქნა აი რაღაც დაღდასმული. განმაცვიფრა იმ ბიბლიური მისტერიები. თავისთავად, მაგრამ იცი მე გამიკვირდა როგორ ასაკთან ერთად როგორ იცვლება ჩვენი თურმე აღქმა, ხედვა, ეხლა 12 წლის ბავშვი რომ წაიკითხავს. ჩემს შვილებს ვეუბნებოდი რომ წაიკითხეთ ეს წიგნი და ამ წიგნის მერე თქვენ ვეღარ იქნებით ძველებურებ, თქვენ შეიცვლებით. აი მე იმიტომ რომ ჩვენში ესე იყო მით უმეტეს იმ წლებში საბჭოთა დროს, როდესაც ეხლა მარტოობის 100 წელიწადს წაიკითხა. მაგრამ ეხლა რაღაცნაირად თითქოს ფუფუნება აღარ არის რომ წაიკითხო მარტოობის 100 წელიწადი და მოდი ვისაუბროთ მხოლოდ მარტოობის 100 წელიწადზე. ეხლა ჩემთვის აი ბედნიერი ვარ რომ შევეხე კიდევ ერთხელ მარკეს და იცი სულ ვფიქრობ რომ ისე არ მოხდეს ჩემ ცხოვრებაში რომ თვალები არის ძალიან მნიშვნელოვანი თვალები რომ შევინარჩუნო რომ შემეძლოს კითხვა სანამ ვიქნები ზუსტად იგივე ხო თვალები ან გესმოდეს აუდიო წიგნის ესეც გამოსავალია რომ კითხვა არის ერთადერთი რაც რჩება მე მგონი აი მარტოობას რომ თავი დააღწიო რაც არის აღწერილი ამ რომანში. ძალიან ზუსტად შენიშნე, იმიტომ რომ მაგალითად მარკეს ერთხელ თქვა ბიკოვმა რუსი პოეტია, რომ არსებობენ წერლები, რომლებიც სამყაროს ქმნიან და არსებობენ წერლები, რომლებსაც იმ სამყაროში შეყავხარ, შენც გრძნობ იმ მარტოობას, შენც გრძნობ იმ სევდას, აი მოწყენილობას და მოწყენილობას ადიბადება, ხო რატო არიან ეს ამდენი დიქტატორები და კარგად ცხოვრები ხალხი მოწყენილები, იმიტომ რომ არა აქვთ აი ეს ყოველდღიური გამოწვევები, გადარჩენისთვის ბრძოლა მათთვის უკვე ჩავლილი ამბავია და არსებობს მხოლოდ შიში და მოწყენილობა და ეს ბადებს იმ ბოროტებას, რომელზეც დღეს მინდა ვილაპარაკოთ, ჩემთვის როგორც არ უნდა ცდილობდეს ყოველთვის წერალი რომ კითხველში რაღაც ამბივალენტური გრძნობები გამოიწვიოს პერსონაჟის მიმართ თუ დიქტატორი ზოგჯერ ხო გეცოდება რა იმიტომ რომ ასეც აქვს დაწერილი მაგრამ აი მე ვერაფრით ვეღარ ვაიძულე თავი მის მიმართ რაიმე ტიპის ემპათია მქონოდა რაღაც ალბათ ობიექტური მიზეზების გამო თან მივხვდი რასიც აი მარკესით მივხვდი რატო აქვს სამხრეთ ამერიკას მაგალითად ამერიკის მიმართ ასეთი დამოკიდებულება რადგან ჩანს ბიოგრაფიაშიც მარკესის და ყველა ნაწარმოებში რომ განსაკუთრებით აქ რომ აი ამერიკელები ჩადიოდნენ რაღაცა ინფრასტრუქტურულ ან ბანანის პროექტებს იწყებდნენ მერე ტოვებდნენ იმიტომ რომ იქიდან არაფერი გამოდიოდა და ხელში უვარდებოდა აი ამ უსახელო დიქტატორს ძალაუფლება და ძალაუფლება კიდევ არის იმ განსაცდელთაგან ერთ-ერთი მთავარი ფულთან და სილამაზესთან ერთად რომელსაც ადამიანი ვერ უძლებს თუ ის არ არის რაღაც ზე ადამიანი აი ამ სამ რაღაცასთან ყოველთვის გიჭირს ხო გამკლავება და აქაც ეს ჩანს ნაწარმოები იწყება ძალიან უცნაურად ბოლოდან და ყვება ვინ ხალხი იმიტომ რომ თავარი არის ხალხი ხო
ხალხი აღწერს ამ სიტუაციას და სხვათა შორის სულ მაინტერესებდა ვინ იყო პროტოტიპი ადრე სანამ შენ თქვის არ იყოს დიდობაში წაიკითხავ და ალბათ დიდობაში კითხვა იმასაც ნიშნავს რომ შენი გამოცდილებით კითხულობ უკვე ჩვენ ხო ჩვენი ინტერპრეტაციები გვაქვს წარსულის გადახედვისაც ჩვენივეს და იმ ტექსტებისაც რომელმაც ჩამოგვაყალიბა და აი ეს ტექსტიც არის ახლებურად წაკითხვის დროს კიდევ სხვანაირად შემზარავი და მე ვნახე ძალიან ბევრი დიქტატორი იყო მისი შთაგონების წყარო და ერთ-ერთი პარაგვაის დიქტატორი რომელიც გარშემო სასახლის გარშემო ქონდა დიდი თხრილი ნიანგებით სავს ეს შიში რას არ გაგაკეთებინებს ხო რომ ნუ ნიანგებიც გარშემორტყმული ნიანგებით იცავდა თავს და ახლანდელი დიქტატორებიც ზუსტად ამ მეტაფორული ნიანგებით იცავენ თავს ძალიან დიდი შიშის მარტოობის და აქაც ხვდებით აი ამ მარტოობას რომ დიქტატორი რომელიც ყველას უყვარს სინამდვილეში არ უყვარს არ ხო და რადგან თხრობა ბოლოდან იწყება მეც თუ შეიძლება სულ ბოლო ფრაზას ვიტყვი მთელი ტრაგიზმიც იმაშია ამ რომანის რომ სულ ბოლო სიკვდილის წინ მიხვდება იმას რაც მთელი ცხოვრება არ იცოდაო და აი თვალი აეხილება რომ ის ხალხი რომელიც იყო მისი დასაყრდენი და ის ხალხი რომელიც ეგონა რომ მას ხას უჭერდა იმ ხალხს ის არ უყვარდა შეუძლებელია გიყვარდეს, მაგრამ ეს რა უცნაური ადამიანის ბუნება, იმიტომ რომ რომანი იწყება იმით, რომ მისი ორეული კვდება და იქ ხომ დაინახავს ამ სიკვდილის, ამ ორეულის, აი მისი აბსოლუტური მსგავსი ორეული, რომელიც ჩვენ დღესაც ვიცით, რომ ორეულები ყავთ დიქტატორებს ჩრდილოეთის ქვეყნების, ესე იგი მისი ორეული სიკვდილის შემდეგ ის ხედავს, როგორ ორ წუთში მოხდება იმის დაგრძალვაზე, როგორ გაგლეჭს იმ ორეულს ხალხი, როგორ გამოვარდება გახარებული, აიწყვეტს ესე უბრალო ჟარგონით რო ვთქვათ და ამას ყველაფერს თავისი თვალით ნახავს. ეს ხო ძალიან იშვიათი რამეა, რომ შენ ცოცხალი იყო და შენივე სიკვდილი ნახო. ეს თითქმის ეს მისტიფიკაციაა. ამას ნახავს, დაინახავს განწყობას, დაინახავს რა არის სინამდვილეში მათი დამოკიდებულება მის მიმართ, მაგრამ დასკვნა ვერ გამოაქვს. კიდევ ერთი ცხოვრება დასჭირდება სადღაც 100-სა და 235 წელს შორის, ну შეიძლება მეტაფორულად არის ეს ნათქვამი, მაგრამ მე ესე მჯერა ყველაფრის რასაც წერდა მარკესი, მე ეს როგორც ის 12 წლის ბავშვი ყველაფერს უჯერებ. ის აი ამას გამოცდის ნახავს და ისევ იმ მორევში ეშვება, რაც არის აი სისასტიკე, მოჭერა, ბოლომდე მოჭერა ამ ყველაფრის მარწუხების და მთელი კიდევ ერთი 100 წელი სჭირდება რომ გაიგოს რომ ის ხალხს არ უყვარს, მისი ეშინიათ. და თვითონ მარკესი თურმე ამბობდა რომ ესო ჩემი პირადი აღსარებაა, იმიტომ რომ დიდების მარტოობა, როდესაც შენ ხარ განცნობილი და ის არის რა ფეიმ დიდება გაქვს, ამის მარტოობაო და ძალაუფლების მარტოობა ერთმანეთს გავსო ერთმანეთს და მასაც ქონდა ეთყობა რაღაც შიშები განცდების რაღაც თავისი რაღაც სკელეტები და რომლის შიში ქონდა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ეს რომანი არის შიშზე, იცი მარტოობის შიში თუ რის შიში ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ აი ეს რაღაცა ეს ცხოველური შიში, რომელიც არ გაძლევს საშუალებას, რომ შენ გამოერკვე აი ამ ბურუსში და ამიტომაც არის, რომ ეს თხრობაც როგორია, როგორც ნიაღვარი. აი როგორც ყოველგვარი იმის გარეშე, სხვათა შორის მე ქართული თარგმანი წავიკითხე, რუსული იქვე მეთო და ესპანურს უყურებდი, იმიტომ რომ მაინტერესებდა. რა თქმა უნდა, ქართული ესპანურთან ყველაზე ახლოს არის. თავისი აი მდინარებით, თავისი აი ყველანაირი სასვენი ნიშნების გარეშე, მინიმალურად ნახმარი. რუსებს როგორ აქვთ, იცი, როგორც ყველაფერი თავისი ინტერპრეტაცია უნდა მოაყოლონ, ყველაფერი არის გამოყოფილი იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა და ის შეიძლება უიოლებს მკითხველს. ხო, ამ ხევს გაგებას, მაგრამ თუ შენ გინდა მარკესის იმაში გადაეშვა რაღაცა ნიაღვარში და იმ გრძნობების, იმიტომ რომ პოეზიაა და ის დაწერილიც არის რაღაცნაირად ისე აი როგორც დიდი პოემა, თუ შენ გიძე მაინც ქართული თარგმანი უნიკალური ამ თვალსაზრისით. ასე კი, მარტოობის 100 წელიწადით ასეთივე და აი ამაში და ეს ყველაფერი არის როგორც ერთი დიდი აი
მართლაც მდინარეა, ეს თხრობა გაუთავებელი, ვერ გაიგებს სუბიექტი, ვინ არის ობიექტი, ვინ არის თან ისეთი ოსტატობით კეთდება ეს ყველაფერი, რომ ერთ წუთში რომ ნარატორი ერთია, მეორე წუთში სხვა პასუხობს და მე ისე ვბრუნდება, ვთქვათ, პირველ პერსონაჟთან და ეს დასაწყისშია ძნელი, მე უკვე ეს ხერხია და შენ ამ ეს აზარტიც არის, იცი, ბოლო ნაწილში, მეორე ნაწილში, ვთქვათ, შუის მერე უკვე შენ გიჩნდება სურვილი, რომ აი შიგნით აი შენ ამის ნაწილი ხდები. კი, თითქოს შენ შეყევი აი ამ ხალხს მკვდარი სვავების დაკორწნილი დიქტატორი, ნახო თითქოს შენც იქ ხარ და ეს არის ოსტატობა, რომ იმ სუნსაც გრძნობ და იწყენ კიდევაც და ხარ აი იმ რაღაც საშინელ დღეში, რაშიც არის. ეს არის ყველაზე კარგი, რაც ტექსტთან შეიძლება დაგემართოს, რომ იქ შეხვიდე მთლიანად. და შენ რასაც ამბობ, რომ აი იცი რომ მე ადრე შეიძლება რომ რაღაცა სენტიმენტები და ეხლა აღარ შემიძლია მქონდესო. მართალია ჩვენ იმდენი რამე დავინახე და იმდენი რამე შეგვეხო ჩვენ, მაგრამ აი ეს ოსტატობა მარკესის კიდე იმაში რომ ის აკეთებს არა უბრალოდ დიქტატორს როგორც სხვა ბევრ მის თანამედროვეს ქონდა ის აკეთებს სენტიმენტალურ ადამიანს და სენტიმენტალური დიქტატურა არის უსასტიკესი დიქტატურა. რა თქმა უნდა. აი როდესაც ხა ყველაფერს ხო ვერ მოუყვებით, მაგრამ როდესაც ის რაღაც მოვლენას გაუსწორდება საშინელი სისასტიკით, იქვე აყოლებს საწყალი ბავშვები. ნუ მე მგონია ნინო აი ეს აუცილებლად უნდა მოუყვეთ ზუსტადად ძალიან სწორი მომენტი გაიხსენე, როცა ბავშვებმა იციან საიდუმლო ლატარეა როგორ თამაშდება სულ დიქტატორი, ხო, სასაცილოა, მაგრამ სხვათა შორის პროპაგანდისტულად ძალიან კარგი ხერხია, იმიტომ რომ როდესაც შენ საკრალიზაციას ახდენ დიქტატორი რა არის, რომ რაღაცა ზებუნებრივ ძალებს ფლობს და ეს არის მათ შორის ინტუიცია გამოიცნოს ყოველთვის სწორი პასუხი. დიქტატორი უნდა განსხვავდებოდეს ჩვენგან, ოღონდ მაღლა უნდა იდგეს. თუ კი ჩვეულებრივი ადამიანის ტრის ხატებს თუ კი მარგინალიზაცია ჭირდება და ჩამოქვეითება, დიქტატორის პირიქით ჩვენზე მეტი იცის, ჩვენზე მეტი უნახავს, 200 წელი ცოცხლობს, სულ სხვანაირია, ხო? და ნუ ბავშვები, რომლებიც ამაში ჩართულები ყავდათ და მშობლებიც ვეღარ მალავდნენ უკვე, მოუწევთ ამ ბავშვების გადასახლება და კი ამ ბავშვებს ხან კამფეტებს აყრიან, ხან ბამბის ნაყინებს, ხან არიციან რა უქნან, როგორ გაართონ, ხან ზღაპრებს უყვებიან, მაგრამ ნუ ამ ბავშვებს მე ხან რომელი დაავადება ემართება და გადაწყვეტენ პრობლემას იმით, რომ ამ ბავშვებს აფეთქებენ. და ალბათ ყველა ვინც დიქტატურაში დიქტატორის თანამზრახველია ეს მონაკვეთი მაინც აუცილებლად უნდა წაიკითხოს რომ იცოდეს რა ელოდება იმას ვინც რაღაც იცის დიქტატურაში და აქ ბავშვებიც მეტაფორა მაგრამ თავისთავად როგორი აბსურდულია შენ თქვის არ იყოს ეს სიტუაცია რისი გულისთვის და ეს ბავშვები ვერც ასწრებენ აზემოსლოს, ისე მიდიან ხო ფსკერისკენ. აი ეს არის არავინ არ არის დაცული. სენტიმენტალური დიქტატორი მათ შორის გულისხმობს ინფანტილიზმს. ინფანტილიზმი და ყოველთვის ინფანტილიზმი არის სასტიკი, იმიტომ რომ აი ბავშვები პატარა ვერ იქნებიან ემპათიურები, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ჯერ არც სიბრძნე, არც ცხოვრებისეული გამოცდილება, არც შუბლის ტვინი აქვთ ბოლომდე ჩამოყალიბებული, შუბლის წილი, რომელიც 25 წლამდე ყალიბდება. ამიტომ მათ უფრო თუ შეხედავ პირდაპირ შეუულია სიმართლის თქმა, იმიტომ რომ სიმართლეა სასტიკი, ხო? აი პირდაპირ შეიძლება გითხრა, რატო ხარ ასეთი ულამაზო, დეიდა? იმიტომ რომ ისა არ აქვთ აი ეს ფილტრები, რაც ჩვენ მე დიდობაში გვაქვს ხოლმე. და აი ამ დიქტატორებსაც მით უმეტეს თუ ძალაუფლება უვარდებათ ხელში, მით უმეტეს თუ მათ არანაირი განათლება არ მიუღიათ და იმ სენტიმენტს დიქტატურაში მგახსოვს ძროხებს როგორ უვლის თვითონ, იმიტომ რომ ეს იცის, ეს ანიჭებს სიამოვნებას და დედის ეპიზოდი თურმე ეს ყოფილა ანეკდოტი, ის კოლუმბიაში მოყოლილი ანეკდოტი, რომელიც აქ აქვს შეტანილი, დედამისი თუ ესეთი ამბავი იყო, ერთხელ გამოვიდა რაღაცა დიდი რაღაც აღლუმზე და თქვა, ეს რომ ცოდნოდა რომ ასეთი ის იქნებოდაო, ჩემი შვილი წარმატებული წერა კითხოს მასწავლიდიო და გაგიჟებული იყო ეს ჩვენი დიქტატორი, ეს რა გამიბედაო. ეს იმდენად ნუ ხო, განათლება მე გვიან ცოლმა ასწავლა, მაგრამ კეთი იცი რა მიკვრის რომ ეხლა აი ეს დიქტატორები, აი ამათ ვინც დღეს არიან, ეს საკითხული აქვთ. მე მგონი სხვა შორის ზუსტად ამაზე ვფიქრობდი ღამე, რომ
აი ეს ორეულებიც რო ახსენე, ეს აქ წაიკითხეს. თუ ოდითგან ვერო პრაქტიკა არსებობდა, ორეულების პრაქტიკა ზოგადად ისტორიაში არსებობდა, მაგრამ რა თქმა უნდა, სტალინი ალბათ ყველა არ დაგვავიწე სტალინი კარგად ახსენე, სტალინის მუმია იყო ინსპირაცია ერთ-ერთი მარკესის საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა და ლენინი და სტალინი ერთად ნახა მავზოლეუმში. გაუკვირდა რამდენიმე რაღაც, ჯერ როგორი პატარები ყოფილა. ეს მაშინ იყო, როდესაც ჯერ კიდე სტალინი იყო, ჯერ კიდე პირველად მაშინ ჩავიდა, როგორი პატარები ყოფილან, მე თითები როგორი ქონდა სტალინს, რაღაცნაირი არადიქტატორული. ხო, აი აქაც ხო დიქტატორსაც ხო ესეთი ქალური ნაზი ლამაზი ხელი აქვს, ეს იყო სტალინისგან. ესა იყო სტალინისგან. მე კიდე მეგონა რატომღაც რო წავიკითხე, მე მომეჩვენა ეს მძიმედ სიარული, აი ეს ბრტყელი ტერფებით, აი რაღაცნაირი, აი ეს ჩავთვალე. არ ვიცი, ეს ჩემი აღქმაა სტალინის. ესეც ხო, თითებზე ეწერა და თვითონ და აი ეს შეუსაბამო თითები და რაღაცნაირი სუნი იქ სხვანაირი რაღაც აი შთაბეჭდილება იყო ერთ-ერთი ინსპირაცია. ერთ-ერთი, და ხო ნუ სტალინის სასტიკებზე რა ვიცი ხა როდის გაიგო თვითონ ბოლომდე რაღაცა პოლიტიკურად არეულ-დარეული იყო. არა, იცი რატო ვამბობ? ამას რომ წაიკითხავ, ორი ვარიანტია. ან ეს გაიხადო გაიდლაინად, იმიტომ რომ გაიდლაინია. ნამდვილად, აი როგორ არის, მე ამაზეც ვთქვა ეტაპებზე რა. ან ამას რომ წაიკითხავ, სირცხვილით, დარდით, ტკივილით, ადამიანი შეიძლება აი გათავდე. აი თქვა რომ აღარაფერი არ შემიძლია. აი ეს რო კარგად წაიკითხო, ეს რო ისე შეიგრძნო, თქვა ჩემზე როგორც იმოქმედა. აი ეს ბოლო თავები, ეს ბორიალი, დაკარგულობა, აბსოლუტური დაჩაჩანაკება და ეს ისინი აჩრდილები რომ და იმის გაცნობიერება რომ სიკვდილის მერეც არ იქნება შვება. აი ეს როგორც მოახერხა, ეხლა მთელი თავისი დაუშვათ იქ სოციალისტი იყო თუ ის იყო თუ აი ეს არის გენიალური ნაწარმოები, დიდი ნაწარმოები. ჩემი აზრით ეს არის აი ესეთი ანტიკური ტრაგედიის დარი ნაწარმოები. იმიტომ რომ აქ არის ისეთი სიღრმე, სპირალური თხრობა, სხვადასხვა კუთხიდან ერთი და იგივე ამბის დანახვა, სხვადასხვა მთხრობელი და სხვადასხვა მიდგომა და სულ ერთ დიდ ფუნდამენტურ ამბავს უტრიალებს ადამიანის ინტერიერი. დიქტატორი თავისი ეს ადამიანია. საბოლოო ჯამში დავინახეთ, რომ ამ ადამიანია. ის მოკვდა როგორც ადამიანი, ის გაიხრწნება როგორც ადამიანი, ისევე ყველაფერი ფიზიოლოგიური, ყველაფერი აქვს, რომ იცი რა გამახსენდა ძმები კარამაზოვების მასში. გახსოვს ეს მოხუცი ზოსიმა, აი რომ გარდაცვალების მერე რომ აბსოლუტ ადამიანია, გაიხრწნება. თუ წმინდანიაო, არ უნდა გაიხრწნესო, მაგრამ გაიხრწნება. ეს არის ადამიანი, მაგრამ ამ ადამიანში ეს რა მესმის რომ ეს კრეფსითის სახეა, ამისი, სტალინის, იმის, მაგრამ მაინც ეს როგორ უნდა გაწირო შენი თავი, აი ამისთვის, ან ცხოვრებაში, ან სიკვდილის შემდეგ. ეს ბოლო ფრაზები, როდესაც სიკვდილი მოვა და დაუძახებს ნიკანორ, იცი, მე ყველგან უყურებ შემაძრწუნა ამ სახელმა, რომელიც ეძახის სიკვდილი მას, ვისი სულიც უნდა წაიღოს. ყველა სული არ ჭირდება, მაგრამ აი საწამებლად და სატანჯველად ალბათ. ამას რომ წაიკითხავ, აი ახლა თუნდაც მე აი ახალგაზრდა ჯერ არა დიქტატორებს, მაგრამ ახალგაზრდა მართველებს ურჩევდი, რომ წაიკითხეთ ხალხო, ეს წაიკითხეთ, იმიტომ რომ ეს არ არის ეს არის აი სარკეკი არა გაფრთხილება, ამას არავინ არ გეტყვით. ეს წიგნი, როგორც ერთ გადაცემაში რა კარგად შენმა სტუმარანმა თქვით, რომ ეს ბაკულას ღორები, საიდანაც გადავხტები ახლა, მაგრამ მარკესი გვაპატიებს. ეს ბაკულას ღორები არის მაძეკერ ჩვენზე, როგორც ყველა ლიტერატურა არის ჩვენზე, ესეც არის ჩვენზე. ეს დიქტატორი, მაგრამ დიქტატორი ყოველთვის დიქტატორს ვიღაცა ქმნის, არა, ეს არის სადომაზოხისტური კავშირი ესეთი. ეს ხალხი ვართ ჩვენ. ეს ხალხი, ვინც ბადებს ამ დიქტატორს, ვინც კვებავს ამ დიქტატორს, ვინც აძლევს საშუალებას. აქ არის მხოლოდ დიქტატორზე ამ რომანში, მაგრამ რომანის მეორე მხარე არის ხალხი. ხალხი, რომელიც ამდენს ითმენს და ეს ყოფილა ძალიან ლათინო ამერიკული მოვლენა, ძალიან, აი
დიქტატორების თითქმის უამრავ რესპუბლიკაში და რა ვიცი ეს არის ერთ-ერთი ეს არის ჩვენი რაღაცა წყევლაც, მაგრამ ამავე დროს ჩვენი დიდი უშრეტი წყარო ვთქვათ რაღაცა შინაგანი კვლევებისთვის ეს არის მაინც ჩვენზე მე აი ესე წარმოვიდგინე და ესე დავინახე ეს არის ჩვენს აი როგორ შეიძლება ახლა საქართველოზე გადმოიტანო ეს ყველაფერი ერთია დიქტატორი ჩვენზე აი ეს ჩვენზე არ არსებობს ქვეყანა ერი და ადამიანიც კი რომელიც დაზღვეულია ან დიქტატორობისგან ან დიქტატურისგან და რა არის ამის წამალი და თან იცით წეგან რო ლაპარაკობდი ვფიქრობდი იქნებ მოწონს ვიღაცას რო კითხულობს რომ ნებისმიერ ქალს ახდის კაბას როცა უნდა და ისე რომ შარვალსაც არ ჩაიხდის ყველა თავის ნებაზე დადის ვინც გააბრაზებს აი შურისძიება ლაჩრული შურისძიება როგორ გამოიყურება ამას დიქტატურაში ვხედავთ რომ აი გაბრა თავისივე პოლკოვნიკს შემწვარს და დაფნებ დაყრილს და ეს სუფრაზე რომ მოიტანს ეს საერთოდ და რამდენი პარალელი გრინვეის გაგახსენდა ხო და გრინვეის ფილმით სოროკინკინის ნასწინკაც და საერთოდ რა ძლიერი მეტაფორაა და რამდენამეს დაუდოს სათავე მაგრამ თუ მიაქცია ყურადღება რომ ეს სისასტიკეები ხო ეს საშინელებები როგორ მიუყვება დიქტატორის პირად ბიოგრაფიას აი მის და სხვა ამ თვალსაზრისით სტალინი გამახსენდა ძალიან როდესაც მისმა ცოლმა თავი მოიკლა მეერე კიდე უფრო სასტიკი და უფრო მიღალატაო და მეერე კიდე უფრო სასტიკი გახდა და ეს ალბათ ყველას ბიოგრაფიაში დიქტატორების ბიოგრაფიაში ასე იყო და აქაც ასეა ესე იგი მისი ორეულის სიკვდილის შემდეგ ჩნდება სიყვარულის აუცილებლობა ჩნდება მანუელას დაკარგვის მერე მანუელას მერე არის წარღვნა მანუელას დაკარგვის გაქრობის შემდეგ არის საშინელი რეპრესიები აჯანყების ჩაქრობა და იქ ხდება თავისი მეგობრის მსხვერპლად შეწირვა და მისი და ამის ყველაფრის მერე ჩნდება დედის სიკვდილის და დედის მცდელობის რომ წმინდა და აი მე და წმინდა და რომ დაწოწიალებენ კუნძულებზე აი დედის გარდაცვალების შემდეგ აი რა სწორი ხარ ქეთი როდესაც ყოველთვის საფუძველში არის ოჯახი მხოლოდ დედის სიკვდილის შემდეგ ის პოულობს სიყვარულს ხო დედა როგორ უანგაროდ უყვარს და მართლა ესეთი რაღაც საყვარელი თბილი ქალია მაგრამ მხოლოდ დედის წასვლის შემდეგ თუ გახსოვს ყველას რომ გაყრის მთელ ამ ეკლესიას რომ არაფერი არ უნდა იყოს მათ ქვეყანაში იქ იპოვის თავის ცოლს და როგორ ჩნდებიან ეს პერსონაჟები აი როგორ ზუსტად რაღაცნაირად აი როგორი კანონებით დრამატურგიის ცოლი გაქრება შვილთან ერთად და ხდება სისასტიკის ახალი შემოტევა, რასაც ახალი პერსონაჟი მოყავს, ხო? აი ეს სასტიკი, ეს შინაგან საქმეთა თუ ეს რა ოხრანკის უფროსი, უსასტიკესი და კიდე ახალი. აი რა არის არა ეს ყველა მისი ბიოგრაფიული წარმატება თუ წარუმატებლობა როგორ აისახება საწყალ ხალხზე და პარალელურად კი და როგორ ვერ შველის ვერც ერთი ეს თავისი ახალი ბიოგრაფიული პერსონაჟი რომელსაც თითქოს ემოციურად ებმევა მანუელას ეპიზოდი უნდა იყოს აი მანუელას ეპიზოდი არ ჩვენი გამარჯვება ვისაც დიქტატურა არ უნდა იმიტომ რომ ჩანს რომ თურმე არის რაღაცა რასაც ვერ ყიდულობ, ვერც აშინებ, ვერც და ის ვერ შეიძლება ვიღაცას ძალით ახსნევინო სიყვარული, მაგრამ სიყვარული დიქტატურაში არის ის რასაც ვერ მოიხელთებ, იმიტომ რომ თუ ქალს არ უყვარხარ და შეიძლება გითხრას მიყვარხარო თუ შეეშინდება, მაგრამ ვერ იმსახურებ მის სიყვარულს, ვერ ერევა. აი ესე ვერ ერევა დიქტატურა სოლიდარობას, ურთიერთსიყვარულს. არის რაღაც წმინდა, ასე ვთქვათ, როგორ შაბლონად ქსეული ფრაზა და ეს არის რომ ადამიანს შეიძლება მოგატყუოს ფულის, რაღაცის, სახელის, შიშის სხვა რაღაცების გამო რომ უყვარხარ, აქ ესეც არ მომხდარ. უბრალოდ არ დაიმსახურა მისი სიყვარული და ყურადღება და მორჩა ერთადერთი
ერთადერთხელ ქონდა სურვილი რომ ვიღაცას მართლა ყვარებოდა და ვერ მიიღო ეს, იმიტომ რომ ამას ვერ ჯობნი, როგორი ნიანგებით გარშემორტყმულიც არ უნდა იყო, როგორი სასტიკიც არ უნდა იყო, როგორი საკუთარი იმის ძალაუფლების და ყოყლოჩინობისაც არ უნდა გწამდეს, მაინც სიყვარულს ვერ იყიდი. აი ეს არის ერთადერთი ანტიდოტი და მეორე დრო. შეიძლება მოიპარო 100 წელი 200 და პირდაპირ გავიგოთ, მოდი შენი თქმის არ იყოს ეს, რომ აი შეიძლება სიცოცხლე გაიხანგრძლიო, მაგრამ მაინც დროს და სივრცეს ვერ ფიზიკის კანონებს და ვერ აჯობებ და სიყვარულს ვერ იყიდი. თუმცა შეიძლება იყო ბედნიერი და ამის მაჩვენებელია ეს მეხუთე თავი, სადაც ის ცოლს პოულობს, რომელიც მსგავსად არავინ არ ყვარებია და შვილს, მაგრამ იცი რა არის სისასტიკე ამ ყველაფრის, რომ არც ცოლი შერჩება და არც შვილი. აი ეს არის, აი ხო ვერ გამოტოვებ ამას წიგნში, ეს რატო არის ერთმანეთის შემდეგ და რატო არ არის თქვათ მანუელა ბოლოში და არის რაღაც რომანტიული და აი ნამდვილი სიყვარულის ასაკი და შემდეგ ჩნდება არანაკლებ ძლიერი გრძნობა. იცი გრძნობას თავი დავანებოთ, იქ შეიძლება სექსუალურ რაღაც იმასთან არის კიდე ინსტინქტებთან დაკავშირებული, იმიტომ რომ სრულ ფასოვან მამაკაცად იგრძნო თავი ამ ქალთან. და გაიხადა როგორც იქნებოდა და ბოლოს. ხო, აი გაშიშვლებას მეტაფორა საკუთარი თავი ჩვენებს. მაგრამ ეს იცი რას ვიტყოდი, სიყვარული ეს არის ბედნიერების ილუზია და რა ჩქარა ხდება, რომ ეს არ ექნება მას. აი, იცი, სადღაც ეს თვით რეფლექსია აქვს. აი, თავის ინტუიცია ხო აქვს ძალიან გაძლიერი და ის ამას ხვდება, აი, იმიტომ რომ ბოლოში ის უკვე ყველაფერს აკეთებს, რომ ცოლი და შვილი იყოს დაცული, მაგრამ იცის რომ ვერ ეს არ იქნება. აი, არის რაღაცა მარტო უნდა იყოს, შენ თუ გინდა ესეთი აბსოლუტური ძალაუფლება, შენ თუ გინდა ესეთი ყველაფერი შენ ხელში იყოს 200 და 500 წელიწადი, მოემზადე მარტოობისთვის, მუდმივი შიშისთვის, უნდობლობისთვის, იმიტომ რომ ნდობა, სიყვარული, ერთგულება, ეს არის რაღაცის გაღება. ეს არის ალტრუიზმი, ეს არის ეგოიზმი. შენ რაღაც უნდა გაყო, რაღაც უნდა გასცე, რასაც გასცემ შენი, უნდა გასცე რომ მიიღო, მაგრამ თუ შენ გინდა ერთპიროვნულად მარტო რომ მართო და იცხოვრო, მოემზადე აი სასტიკი მარტოობისთვის და შიშისთვის. აი მოემზადე ამისთვის. არ ყველა და როგორ კარგად არის ეს რომ რაც ჩვენთან ახლა ხდება მასშტაბი შეიძლება სხვა არის, მაგრამ ვინც ყველაზე მეტად გიღიმის ის შენი მტერია ამბობს ეს აი ვინც ყველა მეგობარი ვინც მეკონა ყველა მიღალა და ვინც განსაკუთრებით მეფიცებოდა ის არის როდესაც კითხებიან რომ ეკლესია ყოველთვის არ იფიქროთ რომ ჩემ ხარეზე იქნება ის ყოველთვის იქ არის სადაც ძალაუფლებაა ნუ ეს არის მის რაღაც პოსტულატები და ეს აბსოლუტური დედა ერთადერთი დედა რომელიც ეს უსასტიკესი სცენაა სინამდვილეში იმიტომ რომ ესეთ ხალხს ალბათ არაფერი წმინდა არ აქვს შეუძლიათ რომ მისი იმიტომ რომ მოხდეს მისი კანონიზაცია როგორც წმინდანის მოატარებენ რა ვიცი აბა სპეკულირებაც საშინელება და ბოლოს ისიც არ შერჩება ხო მას ფიტული შერჩება ხელში ანუ რაც კი რამე ძვირფასი არის ადამიანისთვის აქ ხო ეს არის საშინელი წიგნი სინამდვილეში განსაკუთრებით ბოლო თავები აი აბსოლუტური მარტოობის და იცი ადამიანი სანამ ახალგაზრდა ძლიერია ჯანმრთელი ეს კიდე სხვა ადამიანია მაგრამ მე როდესაც ეს რაც მოგეცემა ამის წართმევას რო იწყებს ბუნება აი დრო როგორც შენ თქვი ჯანმრთელობის ცნობიერების დაბინდვის იქ იწყება მეორე ცხოვრება და იქ არის არა ის არის ის მეორე აი ის მონანიებაში რო არის ეს ბოლოში რო ვერ ისვენებს რაღაცა საშინელება ეს არის საშინელება ისინი რომ მოდიან რიჩარდშიც რა კარგად არის რომ ეს ან მაკბეთში ბენქოს რო ხედავს ეს ახლა ჩვენ გონია რომ არის ლიტერატურა და მაგრამ ნუ ეს ხო ალბათ ეს არის პატერნები რომელიც აღმოჩნდა რომ უკვდავია ზუსტად მოკვდავი შეიძლება იყოს ადამიანი მაგრამ აი ეს რაღაც ქცევის მოდელები უკვდავი აღმოჩნდა იმიტომ რომ ანტიკური ლიტერატურაც ახსენე და 78 წელიც და რა ვიცი ნებისმიერ დროს ესე იგი ადამიანი ვერძლებს ამ თავის ვერძლებს ვერ უმკლავდება იცი რა ჩვენ ხო გქონია ყველას ესეთი მომენტი მე მაგალითად რაღაცა სიზმრები მინახავს რამდენიმე სიზმარი რომელიც ვიცი რომ
არაფრიდან არ არის, რაც მე მინახავს, მომისმენიან. ეს არ არის ეს, რაც მე ვიცი, ეს არის ჩემი ცოდნიდან, ეს არის ჩემი არცოდნიდან. ეს რა არის რაღაც ისეთ სამყაროზე, ეს ძალიან პირად განცდავს ყვები. ეს არის ისეთ სამყაროზე, რომელიც არის ირეალური სამყარო. არ ვიცი, ეს არის არაცნობიერი თუ რაღაცა სხვა სამყარო, მაგრამ მე მსგავსი გამოცდილება ცხოვრებაში არ მქონია. ისეთი სიზმარი მინახავს. ეს არის აი ჩემი აზრით პატარა, ესეთი ოდნავ რომ გაიჭრიტო სადღაც, აი რაღაც მიღმიერში. კი. პატარა, აი პატარა ნასვრეთი, აი პატარა ნემსის წვერზე უფრო პატარა რაღაც რაც გამონჟონავს. შენ წარმოგიდგენია, როდესაც ეს ფარდა გადაწეულია და ეს ბოროტი ძალები გადიან და გამოდიან აქეთ-იქით. აბა რა გყვებავს შენ? ამდენი სისხლი, ამდენი ვაება, ამდენი გოდება. მარკეს ხო ის მეორე ნაწილი არ შემოუყვანია. აი მაგალითად არ ყვება ის ბავშვები, რაც გრძნობდნენ, როგორ ტიროდნენ, როგორ სტკიოდათ, ეს ხო არაფერი არ არის. ან ბიჭი, რომელსაც ერთ-ერთი გასვლისას ქუჩაში დაინახა ერთი ბიჭი და ვაიმე, აი ეს როგორ მეცნობაო, ეტაკნენ ამ ბიჭს, გამოგლიჯეს და მთელი ცხოვრება ციხეში იჯდა. და ეუბნებოდნენ, საიდან გიცნობს დიქტატორიო და არ მიცნობს ასე დედა ეს არის, მამა ეს არის, მე ესა ვარ. ჯიუტად იმერთ, ნუ ვერ აიძულეს წამებითაც, რას არ უკეთებდნენ, ყავს აძრობნენო. და მე თქვა რამდენიმე წლის მერე, ვაიმე, არაფერი შემეშალო, მაგრამ ვეღარ გაუშვეს ის კაცი. არ გაუშვეს, იმიტომ რომ გაუშვეს, მტრად მოგვეკიდებაო და კაცი ჩატოვეს. იმ კაცის განცდა არ არის. ერთი დღე, ორი დღე, დედა როგორ ენატრებოდა, ის როგორ ტკიოდა, ნაწლავები როგორ ამოუვარდა, რას ჭამდა, რას ვამდა, ეს არ არის არაფერი. იმ ბავშვებს, ის ბავშვებიო ისე მღეროდნენ, იმ გემზეო, შენ რა ბავშვებსაც მოხდა, ვერც წარ მიხვდნენ რა მოხდა, ისე ააფეთქესო. ქალები, კაცები, ოჯახი, ერთ-ერთი პრეზიდენტის და მისი ოჯახის ამოხოცვა, ძალიან სასტიკი თავებიც არის აქ. ან მაგალითად მისი ეს აგილარი მეგობარი, რომელიც შეწვეს და ესეთი ნიგზით და იმით შენელებული მოართვეს სუფრაზე. ან ის ხალხი, ვისაც აიძულეს რომ ეს ეჭამა. ეს ამას გვიტოვებს ჩვენ მარკესი. აი ეს არის. ეს თქვენი ფიქრეთ ამის მიღმა რა არისო? იცი როგორც მარკის დესატთან ყოველთვის არის ერთი მხრიდან მოყოლილი, როგორ პატარა გოგოს როგორ დაძდევენ და იმას უნდა რომ შეინარჩუნოს თავის ქალიშვილობა, ბოლოს დააკარგავს და იმ ხარეს არასოდეს არ აღწერს და არ ყვება ის ბავშვი რა ტკივილს განიცდის, ეს ამას შენ განდობს. შენ ჰუმანურობა, შენ ინტელექტს, შენ იგივე ხდება ესეთი შთაბეჭდილება და უფრო ეფექტურიც არის წესით თუ კარგი მკითხველია, თუ მკითხველი ხარ და თუ ადამიანი ხარ, იმიტომ გეუბნები, თან სასაცილო წერს. აი ეს როგორც თან ის ეყრებოდათო, ხან ეს ეყრებოდათო, ხან ნაყინიო, ხან ისეო, ვაიმეო და ეს იუმორ რაღაცი და დიდხანს რო ვერ წყვეთ და რა უყოს, აი რომ მიავიწყდე. ეს იცი როგორც სახში რაღაცა გაფუჭებული და ვაი გასაკეთებელი, მე რომ დაგავიწყდება და ვიღაც რომ და აგილარი რომ მოდის გაფიქრებული შემოვარდა და ეს მართალიაო რაც მითხრესო ეს იცი ეს არის რაღაცა ესეთი როგორი ნიუანსები აქვს იცი აი მართლაც ახლა როგორ იცი კი არა რა თქმა უნდა იცი ხო და რატომ არ კითხულობთ ხალხნო ამას მინდა ვთქვა აი ჩვენ ამიტომ რატო არ კითხულობთ როგორ ფიქრობ ისე ნინო სულ მინდოდა შენთვის მეკითხა როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მკითხველისთვის წიგნების მოყვარულ ადამიანებს უკვე ცოტას ვიცნობთ ვაღიაროთ ახლა ვიცი რომ თავმდაბალი ხარ მაგრამ მოდი ეს ვაღიარო ძალიან მიყვარს ხო წიგნების კითხვა აღარ არის ბევრი ობიექტური მიზეზის გამო აი ესეთი დიდი ვნება და სიხარული რაც შენ გაქვს ამ წიგნების მიმართ და როგორ ფიქრობ აი სულ მაქვს მე ეს კითხვა არის ეს ადამიანების შემთხვევაში რაღაცის შეცვლის აი კათარზისის გამომწვევი ტექსტები სინამდვილეში მართლა გვიტოვებს რაღაცას აი თუნდაც ამ კათარზისის მერე კინოდან რო გამოსვლوارთ ან წიგნის ბოლო ფურცელი რო დაგვიხურია ცვლის ეს ჩვენში რაღაცა სინამდვილეში თუ აი მხოლოდ რიტორიკის დონეზე და იცი რა კეთი აი ხა მე ზუსტად ვიცი ჩემ პასუხის მე ვიცი რა უნდა გიპასუხო და ვიცი ამ პასუხს კიდე რაც მოყვება მაგრამ მე როგორ ძალიან აი ესეთი პრიმიტიული და უბრალო შეიძლება კარგი მკითხველი ვარ მაგრამ აი როგორც ადამიანი და გეტყვი ძალიან პრიმიტიულად უდგები ამ საკითხს მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ცვლის აი როგორ გითხრა ჩემი ცხოვრები არის ამის დასტური ჩემი ცხოვრება არის ამის დასტური. მე ვიყავი სულ პატარა რაღაც ფილმზე წაგვიყვანა მამამ, ეს საბჭოთა დრო იყო და კინო შანხაიში ვნახე ფილმი გარი კუპერი, რომელიც ღრუბლებშია.
და რო დავიწყე ფილმის იმდენი ვიტირე გამოვედით ვტიროდი ბოლოს მამა გააჩერეს გაუხრიტეს ეს ტალონი მესამე ჩამოართვეს მართვის უფლება და ისე გამიბრას და გაგიჟდა რომ რა არისო ცოტა თავშეკავება არ შეიძლება იმდენი ვიტირე აებნა და არღვია და ჩამოართვეს მართვის უფლება და ეს წარუშლელი და ვერ ხსნიდი რომ რატო არ შემიძლია რომ გავჩერდე აი რა არის ეს და შემდეგ მე თუ დღეს რამეს წარმოვადგენ და ჩემში თუ რამე აი ღირებულებები და ცვლილება და გარდა ცხოვრების, იმიტომ რომ ცხოვრება დიდი მასწავლებელი, ლიტერატურა მოახდინა ჩემზე გავლენა და მიმიყვანა, იმიტომ რომ ვიღაცას აქვს თავისთავად. ის და ცხოვრება ახერხებენ რომ განვითარდნენ რაღაცამდე მე არ შემიძლია ამის დასტური თავისთავად ვერაფერი ვერ მე ლიტერატურის გარეშე პოეზიის გარეშე არ ვიცი ამან მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ცვლის და სკეპტიკური განწყობაც ვიცი რომ ეხლა მაგრამ რატო არ კითხულობთ მე ამას ეხლა როგორ ვეტყვი ვიღაცას სხვას როდესაც ჩემ შვილებსაც აი მაგალითად სულ ამას ვეუბნები რომ შენ ხო ვერ იცხოვრებ ამ გამოცდილებით. შენ ხარ ერთი ადამიანი და შენ საიდან გექნება ამდენ რამეზე ფიქრის, ნუ ხა თუ არა ხარ უკვე დაბადებული ფილოსოფოსად. და ეს ყველაფერი არის ტრიგერები, რომ შენ ნახო რა არის სამყარო, რა არის ცხოვრება, როგორი ადამიანი. აი გახსოვს ერთხელ აკაკიზე ვამბობდი გამზრდელზე და აი ეს ჩვენი ახალგაზრდები პრიმიტიულად რო უდგებიან ბიჭო მე შენ როგორ გაპატიო არ გაპატიო და გამზრდელში ისეთი პატერნია და ისეთი მაგალითია ცოლს გაუპატიურებს ძმაკაცი და როგორ იქცევა ადამიანი და ვეუბნები სულ ამ ბიჭებს ვეუბნები ჩემ შვილს და მის მეგობრებს თქვენზე ყველაფრით უკეთესი კაცი იყო ღირსეულიც ვაშკაცთან იმ დროს მაგრამ აი ეს ჰუმანურობა, ადამიანურობა, ტოლერანტობა, აი რაღაცა ემპათიის გრძნობა, ცოლს ნაზიბრობას როგორ აწყნარებს და ეუბნება რომ ამას ნუ მიაქცევ ყურადღებას, ეს არის სიზმარის გაქრება. ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ რაღაც, ნუ როდის ეს არის მაგალითის, ეს ქცევის მოდელია და შენ ამას ყველაფერს რო წაიკითხავ, იგივე ადამიანი ვერ იქნები. და მე მაქვს ამის მაგალითი ახალგაზრდა ბიჭმა როგორ დაიწყო კითხვა და რა ვიცი მე რამის სავალალოდაც კი დამთავრდა ეს ყველაფერი და აი გერგოც გიჟი, მაქვს ამის მაგალითები. კი, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ მაგალითები, მაგალითად პოლ პოტს როგორ უყვარდა. განათლება და კითხვა. და სტალინს ჩვენ გვასწავლიდნენ რომ აი ამბობენ ყველა წიგზე ფანქრით ის ქონდა აბა. ამიტომ და შალვა ნუცუბიძემ მიუწერაო რომ შენიშნა მიწერ და მე შალვა ნუცუბიძემ დაწერა რა მართა რა სწორი ეს გვეყვებოდა ქართულის მასწავლებელი რომ აი ესე მიაწერა და ხანდახან შთაბეჭდილებაც რჩება ხოლმე რომ სტალინი მთელი ცხოვრება იმდენი თუ მართლა ისეთი მიმოწერა აქ მწერლებთანაც აი სარნოვის 4 ტომეული რო რამხელა პოლემიკა მიმოწერა კორესპონდენცია ამ მწერლებთან იფიქრებ რომ ლიტერატურის გარდა არაფერს არ აკეთებდა თითქოს მოწყვეტილი იყო სხვა პროცესებს ოღონდ ეს რა თქმა უნდა ლეგენდა ასევე ალბათ თავარს აი ამ თავის რაც ახსენე ჩვენი პოდკასტის შუაში ეს რაღაც ცხოველური ინტუიცია, რომელიც შეიძლება განათლება არ გქონდეს, მაგრამ სამყაროს რაღაცნაირად აი ამ შენი პრიმიტიული, ცხოველური ყნოსვით კარგად გრძნობდე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს არის, რასაც შენ ამბობ, რომ ცხოვრებას აი ხა ჩვენ რომ პუტინსაც ხო, აი ეს აქვს რაღაცა, ეს ცხოველური ნამდვილად აქვს რაღაცა ცხოველური ინსტინქტი, რაღაც იცის ისეთი, აი როგორც ჩვენი დიქტატორი აქვს. ყოველთვის აუღელვებელი, ყოველთვის არც იცი ზოგჯერ რა თქვას, მაგრამ ურჩევნია არ თქვას, მაგრამ ეს ცხოველური ინსტინქტი გადარჩენის სწორმას კარნახობს. აი ახლა როგორ მოიქცეს? აი ამ შემთხვევაში როგორ მოიქცეს? და ცუდი თვისებები როგორ ამოწიოს ადამიანების ზემოთ და აქციოს საკუთარ იარაღად. აი ეს არის იმიტომ რომ ახლა შენ როგორც იცი, ჩიხში შემიყვანე და ცოტა რაღაცნაირად ისე დავიბენისავით იმ ხრივ რომ თუ ხო ახლა პოლ პოტიც კითხულობდა და სტალინის კითხულობდა და ეს მათზე არ აქცევდა. მე ვფიქრობ აი მე ასეთი ესეც აბსოლუტურად ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და ესეთი ამ კითხვაზე თან არც არსებობს პასუხი, იმიტომ რომ მუდმივი ფილოსოფიური თემაა, ხო, როგორ კულტურა გადაგვარჩენს თუ პირიქით.
რომ ალბათ ლიტერატურა ადამიანში არსებულ პოტენციალს აძლევს იმპულსს და რაც არის შენში, მე გადმოდინდება მალე ან გვიან თუ ან ამიტომ შეუწყობ ხელს. ან გაიდლაინია. ხო, ეს რო ჩაუგდო ხელში. როგორც ორუელი. ეხლა მე ხოთ გაიდლაინად მე მია ხო იცი ინტერნეტში. მეს არ მირჩევ დამიწერიო და იცი რა ისა შეიძლება ერთი წუთი გეტყვი რა გუშინ კიდე დამაინტერესა იცი და ერთ-ერთი ინტერვიუ ვნახე ორუელის და რა იქნებაო ეკითხება თქვენ რა შემაძრწუნებელიაო და როგორი საზოგადოება იქნებაო იცით მომავალში ორუელი წერს რომ არ იქნებაო ემოციები არანაირი არ იქნება ყველაფერი წერს ნულოვანი თანაგრძნობის საზოგადოება იქნება დაახლოებით ხო აი ნულოვანი თანაგრძნობის არ იქნება იქნება მხოლოდ აი კიდეც ამოვწერე რომ რაღაც იქნება ესეთი ჯიში გადაგვარდება ეს არ იქნება აი წარმოიდგინეთ რომ სულ სახეში იმასო ჩექმას გირტყამდნენ. აი ესეთი საზოგადოება, ესეთი განცდები იქნებაო. მაგრამ მორალი რა არის იცით ამაში? აი ეს ხო ვიცით? არ დაუშვათ ეს. ეს თქვენზეა დამოკიდებული. ხო, აი ეს. თორე პროგნოზი ბევრნაირი შეიძლება გააკეთო. და კიდევ რისი მეშინი არ ვიცი თუ გაგშენც ეს შიში, მე ვხედავ ამას. აი ეს ტყმევა როგორ გადადის ჩექმის სახეში რუტინაში. თავმოყარეობა როგორ სქელკანიანდება და როგორ ეჩვევი ცუდ ამბებს. როგორ ეჩვევი დაჭერას, ხოცვას. აი აქაც ხო ჩანს თავიდან შეიძლება როცა პატარა ხარ გიკვირს. რატო არაფერს არ ეუბნ? აი გახსოვს დოლატოს მიეწერება მგონი ეს ფრაზა, რომ სტალინმა კი დახვდა, მაგრამ ეს ვინ დაწერა ამდენი დანოსი. სინამდვილეში მაგდენი დანოსი არ იყო, უბრალოდ ერთი და იგივე ხალხი, როგორც ეხლა რუსეთში. ერთი და იგივე ხალხი, ფაბრიკაა ჩართული ამაში. მაგრამ, როგორც თავად შესანიშნავად აღნიშნე, არ არსებობს ხალხის გარეშე დიქტატორი, ეს არის რაღაც ურთიერთ სინერგია ერთმანეთის გარეშე არ არსებობს, თუმცა ხალხი ცალკეა მარტო მიტოვებული ხელისუფლებისგან და დიქტატორისგან, დიქტატორი თავის დიქტატორულ სპეციფიკურ მარტოობაშია, რომელსაც ხედავთ თუნდაც პატრიარქის შემოდგომაში. და ეს მარტოობა არის ზუსტად ის, აი რასაც ევროპას აბრალებენ ხოლმე, რომ იქ დედა არ არის და ბიძაშვილი და მამიდაშვილი და აი ეს რაღაც მოგონილი ვითომ გაუცხოვება და დარეკვის გარეშე ვერ მიხვალ, აი რაღაცას რომ გახსოვსო იყო ეს. სინამდვილეში ჩემთვის დემოკრატიული, ევროპული, ადამიანზე ორიენტირებული და განვითარებული, ცივილიზებული სამყარო ამას ნიშნავს, რომ მარტო არ ხარს იქ, სადაც თავარია, რომ არ იყო მარტო. ერთად ეხლა საშინელი მესიჯები მოდის, რომ ჩვენ ევროპა თურმე უნდა ავგრძალოთ, საერთოდ ევროპაში არ უნდა წავიდეთ და ამაზე დამაზიანებელი და დამანგრეველი მესიჯები ხა რაც მოდის სხვადასხვა ადამიანებისგან. აი არ ვიცი, ეს არის რაღაცას აი საზარელი ამბავი ჩემთვის, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი დავიწყოთ იქიდან რომ დემოკრატია ეს არ არის ვინმეს პრეროგატივა რომ აი ამ ქვეყნებს შეუძლიათ და ეს შეიძლება აიღო შენ მართლა და შენი მათ აქციო კრედოც და ერთადერთი გამოსავალიც ერთადერთი ამასთან დაპირისპირებაც არის დემოკრატიული საზოგადოების შექმნის როგორიც გინდა შენ აი რაღაც საერთო ფუნდამენტზე დამყნობილი მაგრამ შენი ვთქვათ რაღაცა ნაციონალური ნიშნით შენ ბატონო შენის გქონდეს შეინარჩუნო და ეს ძალიან კარგიც არის შენი თვითმყოფადობა მაგრამ ერთადერთი მით უმეტეს ჩვენთან ყველა ამის ნიშანი იყო სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა საუკუნეებში მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება ამას დაუპირისპირო დიქტატურას არის დემოკრატია მეტი გამოსავალი არ არის არანაირი სხვა პატერნი არ არსებობს და შეიძლება კიდე გაიდლაინა ჩვენ ავიღოთ აქედან რომ არსებობს რაღაცები რასაც დიქტატურა ვერ ერევა ეს არის დრო რომელიც ჩვენზე უნდა ვამუშაოთ დრო და ეს არის სიყვარული, მეგობრობა, თანაგრძნობა, რომელიც მათ არ ეღირსებათ, აი ნამდვილი სახით როცა არსებობს, ისი ეშინია ყველა დიქტატორს, აი სოლიდარობის, რომ ხალხი თვითონ ხედავენ მაგალითად ყველა ქვეყნის დიქტატურაში ასეა. რამხელა თანაგრძნობა აქვს უსამართლოდ დატყვევებულ ადამიანს მაგალითად აი ჯარიმა რო ორ წამში შეიძლება აგროვდეს ხო ნუ ჩვენ გრეხა ხوار შევადარებთ პარაგვაის და თუნდაც ამის დიქტატურას ჩვენ გროტესკულად ქართულ ჯიგრული დიქტატურა გვაქვს ჯერჯერობით რომელსაც პოტენციალი დიდი აქვს რა თქმა უნდა მაგრამ
აი ყველაზე მეტად მივხვდი, მეც ხო იცი მოყვარული ანთროპოლოგი ვარ და ვაკვირდები საზოგადოებას, ეს აღიზიანებთ ძალიან ეს ჩვენი სულ მუდმივად მიმართული არის აი ამ განხეთქილების შესატანად, იმიტომ რომ რისი ეშინია დიქტატურას? ერთობის აი ამ ხალხის რომელმაც ის შექმნა ვინ ქმნის დიქტატორს ხალხი ამიტომ ვინ ჩამოაგდებს ხალხი და სხვა ეს ხალხის ურთიერთსიყვარული მათთვის ძალიან დიდი საფრთხეა მაგრამ თუმცა მე რომ ვამბობდი რომ ეს რაზეა ვისთვის არის ეს ჩვენზე ისევ ჩვენზე როგორც დიქტატორზე თუ ჩვენზე როგორც ხალხზე ორივეზე იმიტომ ორივეზე და ეს საბოლოო ჯამში როგორც ხედავ იცი რომ ხალხი რჩება მუდმივად და ის აფრქვევს ის გულსირევს და აგდებს პერიოდულად ხან დიქტატორს ხან რაღაც ხალხი კიდე უფრო ვერაგი და საშიში მგონია ეს ხალხში დიდი ძალა მისი დაბადებისაც და მისი გაქრობისაც როცა ის ხდება მასა ხო და აღარ არის ინდივიდი აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ზუსტად აი აქ აი მე ეს კიდე ეს დავინახე რომ აქ დიქტატორი ბევრი თვალსაზრისით არის ვის დარქმევ კიდე ვინ არის დიქტატორი საბოლოო ჯამში ისე გაიჭყლიტა ეს დიქტატორი და ისევ ხალხმა ესე იგი მაშინ როგორ იცი ქეთი როგორ გამოდის რომ დრომ დაამარცხა აქ დიქტატურა დრომ მაგიტო ვთქვი და არა ხალხმა მაგრამ ამიტომ გახსოვს წეღანება გასვამბობდი რომ ორი რაღაც ამარცხებს დიქტატურას ან დრო ან სიყვარული და სიყვარული არის ამ შემთხვევაში ხალხი. მე მგონი ხო ეს ჩვენ დროს ვერ დაველოდებით. ჩვენ გვჭირდება სიყვარული ოღონდ მეტაფორულად რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს რაღაცა გაერთიანებას ხო რაღაცა და ვერ დაშლას რაღაც ინტერესს. და აქაც აი სიმართლეს გახსოვს ეს სანამისი ორეული კვდება ისე უბნება. თავისი თავი ერთგვარად მისი, რომელსაც ტერფები ზუსტად ისე დაულეწეს, რომ მას დამსგავსებოდა და თიაქარი ისე უნდა ჩამოსიებოდა, როგორც იმას ჰქონდა, ისე უბნება სიმართლეს და რა ცოტა ხანი გრძელდება სიმართლის მოსმენის. ამიტომ ვინც აპირებთ მომავალში დიქტატურის კარიერის გაკეთებას აქედან მინდა ყოველთვის ყავდეთ ადამიანი, ვინც ცოტა ხანი და სიკვდილის წინ კი არ სულ გეტყვით სიმართლეს. აი პირველი იშორებენ ხოლმე იმ ადამიანებს, ვინც გაბედავს და შენიშვნას მისცემს სიმართლეს ეტყვის. აი მე მაგალითად მყავს რამდენიმე ადამიანი ჩემ ცხოვრებაში, რომლისთვისაც ნათხოვარი მაქვს, რომ გადაცემა იქნება, დაწერილი სერია თუ რა, ყოველთვის მითხრან რა არ მოწონთ. რომ მე შეჩვეული ვიყო აი ამ კორტიზოლს. ხასიათზე დადგომას მითხრა. ეს გამოდის? იცი რა, გამოდის იმიტომ რომ შენი თავი უნდა აიძულო აუცილებლად. ნუ ეხლა თუ დიქტატორი ხდები, ალბათ ვერ აიძულებ, მაგრამ შენი თავი უნდა აიძულო ყოველთვის. აიძულო რომ მოისმინო ეს. შეეჩვიო იმას რომ ვერ იქნები იდეალური. დრო ქეთი კიდე, დრო. რაღაცა დროის შემდეგ ადამიანში, აი შე როგორც ანთროპოლოგიაზე თქო დამწყებ, შენი ხო მაგრამ იქ ხდება უკვე რაღაც ქიმიური პროცესები. კი, აი ამაზე ხო შორს მარკესი ზუსტად ამასაც ამბობს, რომ აი ეს ქიმიური პროცესი რო არ მოხდეს, ხო. იცი რა, აი თუ ავიღებთ ეს არის დემოკრატია, რომ ქიმიური პროცესი რო არ მოხდეს, რო არა 10 წელზე, 5 წელიწადში, რატოა ეს რაღაც 4 წელიწადში უნდა მოხდეს ცვლა. იცი თეატრშიც ესეა, ყველგან ესე. ცვლა უნდა. აი დამასწარი უნდა მეკითხა, როგორ არის ეს სახელოვნებო სივრცეში სასია. ცვლა ევროპაში, ცვლა 10 წელიწადში ყველაფერი იცვლება, აი გერმანიაში მაგალითად, აი რაზეც მე ვსაუბრობ ეხლა ვთქვათ რაღაც პატარა ქალაქებში, მოდის ინტენდანტი შეაგროვებს ჯგუფს, ისინი დგამენ, წერენ, დრამატურგები, მსახიობები 10 წელიწადში ლამის კარისკაციანად ყველა მიდის და იწყება ახალი. სხვანაირად არ შეიძლება. მე შემჩნეული მაქვს, რომ ყველაზე ერთგული ადამიანები, აი მით უმეტეს ერთგულ ადამიანებს ემართებათ. რომ იციან შენი მთელი ეს ანჯვა, წამება, აი მუშაობა, ისინი უკვე იმ სიმართლესაც ისე არ შეგიმჩნევია, ისე ფრთხილად გაწვდიან, ისე რაღაცნაირად განეწყობიან შინაგანად შენს მხარდასაჭერად, რომ ხედავენ, რომ რამხელა და მით უმეტეს პოლიტიკოსები, რომ ხედავენ, რომ ესე იგი გარშემო ამდენი მტერია, ის სიმართლეც უკვე აი
არ არის ეს რაღაც ნამდვილი აი უნდა სიმართლე. მიაწოდო მე უცებ. არა, არაფერი. ნინო მარკესის ციგნი რო ერთი გადახედე რა. მაგრამ თუ გაიდლაინად ჩათვალა. ხო, და თუ ის გადმოედინა რა. ამიტომ ამ დეგრადაციას ცვლილება დემოკრატიული საზოგადოება. ეს არის უმთავრესი, რომ ჩვენ ეს გავიგოთ. იმიტომ კი არა რომ ჩვენ გვინდა დემოკრატიას, რაც აქვს თავისი კანონზომიერი რაღაცა პრობლემები. იმისკენ კი არ მივისწრაფით, რომ გინდა თუ არა ჩვენ გაღწნილებაში და ეს რომ შევჭამეს ამით. არა, იმიტომ რომ ცვლილება ეს არის და მით უმეტეს პატარა ერში, მით უმეტეს ჩვენაირ ნიჭიერ და ამბიციურ ხალხში. კი, და ვის არეშინია ცვლილების, რო ვიცოდეთ. ცვლილების არეშინია იმას, ვინც იცის, რომ ძალაუფლების დაკარგვის მერეც ადამიანად დარჩება და აგრძელებს ცხოვრებას და არ ელოდება ხა. აი ასეთ ქვეყნებში, რომელსაც მარკესის საზოგადოდ აღწერს, დიქტატურა ნიშნავს, რომ თუ ის გადავარ და მე რესტორანში მენიუც კი იცვლება, აღარაფერი იწველებურად არ არის. არ შეიძლება, არა. ადამიანი სათავეში სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ადამიანი, აი ადამიანზე მორგებული სახელმწიფოა რა. და ეს ცალკე ფილოსოფიური თემაა, რომელზეც მე და შენ აუცილებლად კიდევ ვისაუბრებთ, იმედი მაქვს რომ კიდევ მოხვალ ჩემთან სტუმრად. თუ დამიცახებ კი. აუცილებლად, დიდი მადლობა. მე მგონი რაღაც ჩვენი გულის ტკივილზე საუბარიც გამოვიდა. ძალიან დიდხანს შეიძლება საათობით ამ თემაზე ლაპარაკ. სულ ცდილობ ისეთი თემა შევარჩიო, რომ აქტუალური იყოს და მე ვგრძნობ, რომ არ ყოფნის ის 1 საათი და საათნახევარი, რომელიც ამ პოდკასტისთვის გვაქვს. დიდი მადლობა. ნინო ძალიან უყვარს ყველას ჩემთან ერთად და მე ვფიქრობ ამ სიყვარულის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ შენ გაქვს აი ეს ქიმიური კავშირი ხალხთან ზუსტად იმის გამო, რომ ძალიან ბევრი წიგნი გაქვს საკითხული, ეს ჩვენ გვეხმარება აღმოჩნდეთ იმ სამყაროებში, რომელშიც ფიზიკურად ვერ აღმოჩნდებით და ეს გამოცდილება გავიაროთ ტექსტი. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ დამშვიდობებისას გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. დაგვიწეროთ კომენტარები, რომელ წიგნზე საუბარს ისურვებდით, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ. ჩვენთან არ არის დიქტატურა, შეგიძლიათ კრიტიკული კომენტარებიც დაგვიწეროთ. ღილაკს დააჭიროთ, რომ შეტყობინება მოგიდეთ ჩვენ გადაცემაზე. დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს, რომელიც ამ რთულ დროში ყოფნის სიმამაცე და ჩვენი სპონსორია. გემშვიდობებით მომავალ წიგნამდე. მადლობა კიდევ ერთხელ.